დავიბადე 1998 წელს ქალაქ თბილისში. 2 წელია უკვე რაც გადმოვედი ამერიკაში საცხოვრებლად. მე ვარ ანდრომ ჭედლიძე და ვარ თამიას სტუმარი. გავიგოთ როგორია ჩემი ისტორია. ჩემი პროექტის მთავარი მხარდამჭერი არის TBC. TBC-ის მომხმარებლად რეგისტრაცია ძალიან მარტივია. შეგიძლიათ გადმოწეროთ TBC Mobile Bank-ის აპლიკაცია და ზუსტად 30 წამში დისტანციურად გახდე მომხმარებელი და გაიაქტივრო საბანკო პროდუქტები ფილიალში მისვლის გარეშე. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ მოქმედი ტელეფონის ნომერი, რომელზეც გამოგეგზავნება SMS კოდი და სელფის გადაღება ვინაობის დასადასტურებლად. და რეგისტრაციის გავლისთანავე შენ ავტომატურად გაგეხსნება უფასო TBC-ის ბარათიც. თუმცა თუ გირჩევნია რომ TBC-ის წარმომადგენელი დაგეხმაროს რეგისტრაციის გავლის პროცესში, შეგიძლია მიწეროთ TBC-ის სოცქსელებში, ვებგვერდზე ან იმეილზე და TBC-ის წარმომადგენელი დაგიკავშირდება უმოკლეს დროში და დაგეხმარება მთელი ამ პროცესის გავლაში. არის შემთხვევები, როდესაც ემიგრაცია ბედნიერებით იწყება. უბრალოდ დგები, იღებ გადაწყვეტილებას და მიდიხარ საკუთარი თვალსაწიერის გასაფართოებლად სურვილით იცხოვრო ამერიკაში ამერიკული ცხოვრების გამოცდილებით. ასეთ დროს გზა უფრო მსუბუქი და მრავალფეროვანია. თითქოს მოგზაურობა, რომელსაც ემიგრაცია გთავაზობს, თავისუფლებასთან ერთად ახალ აღმოჩენებსაც გპირდება. ჩემი დღევანდელი რესპონდენტის ემიგრაციის ისტორია სწორედ ასეთ გააზრებულ არჩევანზეა დაფუძნებული. ზედმეტი ტვირთის გარეშე, როცა ეკუთვნი მხოლოდ საკუთარ თავს და შენი გზა უცხო ქვეყანაში უფრო საინტერესო, თავისუფალი და მრავალფეროვანია. რატომ წამოხვედი ამერიკაში? რატომ წამოვედი ამერიკაში? ამერიკაში წამოსვლა ჩემი არ იყო არც რაღაცა უცბად გადაწყვეტილება, არ იყო არც რაღაც. ეს იყო ერთ-ერთი ჩემი გეგმის ნაწილი. ზოგადად ყოველთვის მომხდომე, რომ არასდროს დაივიწყო ბავშვობის ოცნებები. ეგრეთ, ყველაზე, იმიტომ რომ ყველაზე ნამდვილია ის ოცნება, მაშინ ყველაზე მართალი ხარ შენ თავთან ადამიანთან. მიუხედავად იმისა, რომ შენი გეგმა იყო, როგორც ამბობ, თავიდანვე რომ წამოსულიყავი ამერიკაში საცხოვრებლად, შენ ააშენე შენი კარიერა საქართველოში. და ძალიან ბევრმა ადამიანმა შეგიყვარა და ბევრი ადამიანი დარწმუნებული არის იჯდა ხოლმე შენს გადაცემებს რომ უყურებდა და იცინოდა და კარგ ენერგიებს იღებდა. ყველა კი, სულ მაგას როგორი იყო წამოსულიყავი ქვეყანაში, სადაც არავინ არ იცნობს, მაშინ როდესაც მიჩვეულიყავი, რომ ქუჩაში დარწმუნებული ყველა. საუკეთესო შეგრძნება იყო. საუკეთესო რესტარტი იყო, საუკეთესო გამოცდილებები მივიღე მაგ პერიოდში, როცა პირიქით არც ერთი კარი ღია შემც არ არის, მაშინ როცა იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობ, შენთვის ყველა კარი ღია და ჩემს მართლა გამიმართლა და კარგი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი დამთავრდა, იმიტომ რომ აქ კიდევ ახალი კარები გაიხსნა. მე მქონდა ამაზე ნაფიქრი, რომ იქაც კი არ მინდოდა მიმეღწე რაღაცა დიდი განვითარებისთვის, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე არ გამჭირვებოდა იმისგან წამოსვლა რა, როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი, ხო, მე ძალიან მიყვარს. დათმობა რომ მარტივი ყოფილიყო. ხო, დათმობა რომ მარტივი ყოფილიყო. ვერ ვიაზრებდი, რომ ეხლა მე 19 წლის ვარ და დილის გადაცემის თანაწამყვანი ვარ, მე წამყვანი ვარ, მე რუბრიკა მაქვს, უყურეს მილიონი და ამ ყოველთვის ეს ყველაფერი იყო ჩვენთვის, ჯგუფისთვის ვინც ამას ვაკეთებდით, მართლა უბრალოდ ვერ თობოდით და ეხლა წლები რომ გავიდა და რო ჩამოვთვლი რა გამიკეთებია, 19 წლის იყავი და ამას ეკეთე 20-ის და 21-ის და ეგ არის ერთადერთი რაც მართლა სიამოვნებს და რადგან შემიძლია თქვა რომ რა მაგარია. ძალიან მნიშვნელოვანია მართლა აკეთებდე საქმეს, რომელიც გიყვარს, ხლის, ოღონდ სასიამოვნო. კი, ნამდვილად. და მართლა ყველას ვუსურვებ, რომ აი ესეთი თავისი საქმე იპოვოს. მიიღე გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყავი საცხოვრებლად ემიგრაციაში. როგორი იყო შენი ოჯახის წევრების რეაქცია? ჩემი ოჯახი არის ზუსტად ის ადამიანები, ვინც ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში, როგორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში გვერდში მიდგანან, პირიქით მასაპორტებენ, არასდროს არ მეუბნებიან, რომ ეს რატო და ის პროფესია რატო აირჩიე, ეს პროფესია ხო არის ხოლმე, რომ არასოდეს არაფერში არ ერევიან, მარტო იმ დროს ერევიან, თუ ცოტა მჭირდება რაღაცა მოწოლა, რომ პირიქით უფრო მეტი мотиваცია, ეს არის ჩემი ოჯახი მართლა. რა შეიცვალა შენში მას შემდეგ, რაც გადმოხვედი აქ საცხოვრებლად? რო გითხრა სიმართლე, რომ ჩემი ცხოვრება შეცვალა ამერიკამ და ეს დღე როცა მე ჩამოვედი, არა ისი ძალიან გულწრფელი რო იყო ჩემი ცხოვრება და ის დღე რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ეს უფრო უკავშირდება ისე ოჯახსაც ვსაუბრობდით, როცა რაღაც ტრაგედია მოხდა ოჯახში, რომელიც ჩემთვის მარტივ გადაწყვეტილი მართლა არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიურიც ვარ და ძალიან
სულ კარგ ხასიათზე ვარ, იყო მამის გარდაცვალება, რომელმაც მაგ დღემ შეცვალა, იმიტომ რომ ცოტა რთულად მოხდა, ცოტა ძალიან ჩემ თვალწინ იყო ყველაფერი და მაგ დღემ უფრო შეცვალა ჩემი ცხოვრება, რაღაც დამაფიქრა სხვანაირად, სხვა ერთობას ვიგრძა, არ ვიცი რა როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ ამაზე არასდროს არ მილაპარაკია, კი არა. ჩემილია გითხარო, ეგ ტრაგედია რომელსაც ვიგე. ტრაგედია ქვია რეალურად, რომ აი ეს ოჯახში რაც გამიტარდა ჩემთან, არავინ არ იცოდა, არავინ არ იცოდა. მიმყავდა დილის გადაცემა, რაღაცა პოზიტიურად დილამშვიდობისა იყო იქ გადაღებები, რაღაც მაშინ წამოვიდა ეს ჩემი გადაცემაც უფრო მეტ ხალხი უყურებდა და აი არავისთვის არ გამიზიარა, აი სულ მგონია, რომ აი რაღაც ესეთი ცოტა არა სასიამოვნო ინფორმაციის გაზიარება სხვა ადამიანებს ვაბნებ, არ არის სასიამოვნო და აი უფრო ურჩევნად მიიღო რაღაც აი პოზიტიური ანდრო. ვაკესა და საბურთალოს შორის თბილისის ცენტრში იქმნება სრულიად ახალი სივრცე, თბილისის აკრე. პირველი თვითმყოფადი უბანი, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია. მინი მოლი, რითეილ პლაზა, ფიტნესი, სპა, გამოჯანსაღებელი ცენტრი, სკეით პარკი, აუზი, სპორტული მოედანი, პადელის კორტი, რესტორნები, ბარები, საბავშვო გასართობის სივრცეები, მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და სალაშქრო ზონები. თბილისის აკრები არის ცხოვრების ახალი სტანდარტი. ანუ რეალურად შენ ცხოვრებაში ხდებოდა და მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია და შენ ამ დროს ხალხს აჩვენებდი რომ იქ ძალიან კარგად. როგორ ახერხებდი ამ? აი ეგ მე ეგრე მირჩევნი. აი მართლა აი მირჩევნია რომ პირიქით აი ეგეთ დროსაც ვიყო აი ის ანდრო რომელიც სხვა ადამიანებს შეიძლება უყვარდეთ. ანუ მირჩევნია რომ ეგ ადამიანი ვიყო, მირჩევნია რომ რაღაცა ბევრი ადამიანი არ მიყვარს თან რაღაცა აი მოვიცვა ჩემი რაღაცა იმით რა ქვია რთული პერიოდით ადამიანი, აი კონკრეტული არსებობენ ადამიანები ჩემ ცხოვრებაში, რომლებმაც ყველაფერი იციან ჩემ ცხოვრებაზე და ეს საკმარისია. სანამ გადმოვალთ ამერიკის ამბებზე, საქართველოს ცოტა უნდა შევეხოთ. საიდანაც მოვდივარ. დადებს შენს მანქანაში. გაიხსენე ყველაზე საინტერესო მანქანა. რა იდო შიგნით საინტერესო, რაც აღმოაჩინე. მოკლედ, აი რა დევს შენს მანქანაში, აი ეს რუბრიკა არავინ არ იცის როგორ მოვიფიქრეთ. მართლა არასდროს არ მომიყოლია. მიდი გისმენ. დილის გადაცემა დამთავრდა და დილის გადაცემის მერე ჩვენ ყოველთვის ბუფეტში გადავდივართ ხოლმე საჭმელად. ალექსანდრა პაიჭაძე მოკლედ ყავდა სტუმრად დილის გადაცემაში. მე და ალექსანდრა გადავედით ბუფეტში საჭმელად, აი არავინ არ იცის ხო ეს ისტორია. ვილაპარაკობთ რომ ხო არსებობს რადევს შენ ჩანთაში რა. და ალექსანდრა მე ვარ რატო არ არსებობს იქ მანქანაში რადევსო? აღო ეს თვითონ ალექსანდრესაც არ ახსოვს ჩემი აზრით. ან შეიძლება ახსოვს. გავახსენოთ. მოკლედ და მანდ ჩამჩა გონებთ, მაგრამ ეხლა თქვა ზუსტად არ მოგშევთანხმებულად, მაგრამ მე მოკლედ გავაერთიანე ჩემი იდეები და რომ არა ჩემი მართლა პირველი პროდიუსერები თაკო და რახვეძე ლაშა ჩაგელიშვილი მათ გარეშე არც დღეს ეს ინტერვიუ არ იქნებოდა, არც 19 წლის ბავშვი არ იქნებოდა უკვე წამყვანი, ხო? და არაფერი მსგავსი რაღაც ბედნიერება არ მოხდებოდა მოკლედ ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან მენდობოდნენ, რავი, ორივე ადამიანმა აი შემაგდეს ეთერში, მომცეს რუბრიკა, მაგრამ ყველაზე სასწაულო რაც იყო, აი მართლა თუ დამიჯერეთ, პირველად რომ გავიდა ეთერში, ანუ ეს რუბრიკა რადიოს მანქანებში, პირველად მქონდა რაღაც 300,000 ნახვა, რაღაცა 3 საათში და იმის მერე აი ყოველთვის ამბრე მილიონი ნახვა მქონია ეს და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ერთ დღეში გახდა ეს გადაცემა და ერთ დღეში უკვე ხალხისგან გვგრძნობდი მაგ რაღაცა სიმპათიას ჩემს მიმართ და ძალიან მიხაროდა. ხო. ახლა მითხარი ყველაზე საინტერესო მანქანა რომელი იყო და რა იდოში? აი რო გამოყო მგონია რომ აი ყველა თითქმის ჩემი რესპონდენტი ჩემ მეგობარია ხოლმე მართლა. ვერ გამოყო? აი მერიდება რომ გამოყო, მაგრამ კაი მოკლედ. მაშინ ყველაზე დიდი ნახვა. ყველაზე რეიტინგული და რატო? იმიტომ რომ შორენა ბეგაშვილი მოვიკითხა შორენას ჩემი მეგობარი და ნუ ევა კიდე საერთოდ ჩემი ბავშვობის მეგობარი. მოკლედ შორენას არ ქონია ინტერვიუ 3 წელი. სანამ თქვა ჩემი სტუმარი იქნებოდა და იმიტომ რომ მე ძალიან მეგობრობ მათთან და მართლა ევა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. შორენამ კაი მოდი რომ გავაკეთოთ, რადგან ანუ მე ვთხოვე. და შემთხვევით your excuse. We can always say that. შორენა პირველად მოკლედ ამდენი წლის პაუზის მერე და მაგის მერეც არც არ გამოჩენილა იყო ჩემი სტუმარი. და მახსოვს რომ მოკლედ აი პირველი რაც ჩაეშვა პირველი ანუ რეკლამა რაც იყო, მაგასაც კი პირველ საათში ქონდა 15-ის ნახვა და მივხვდით რომ აი ეს გადაც რუბრიკა დადებს იმ რეიტინგს, რომელიც ყველას ესე გვიყვარს რეიტინგები. და შენი თამდები რაც არის შემოგადო. ანდრო, გაიხსენე შენი პირველი ეთერი. ჩემი პირველი ეთერი, მგონი რომ ხაი წინიდან მოდის ქართველი ადამიანი.
ჩემი პირველი ეთერი. გავს. ხო გავს. კი. ყველა ქართველი მგონია. ეხლა მეც ქართველი მგონია. ქართველი. Where are you from, guys? Yeah, that's why. ეგარი რაც მე თქვი. ანუ იმდენი და ხაი ეს თქვი რომ ეს კი უეჭველი ქართველები არის. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა. აქ ცხოვრობთ თუ ტურისტები? რამდენი წელია? წარმატებები, გაგვეხარდა ქართველების ნახვა. ბედნიერებით. აი ხო გითხარი. ვაუ. ხო, აი ვიღაც კიდევ გვიღებს. კი. მომიყევი შენს პირველ მოკლედ პირველი ჩემი ეთერი. ხახო, პირველი ჩემი ეთერი. ჩემი აზრით, არ ვიცი, მე რომ მკითხოთ, მაგდენი შეცდომა, მაგდენი არასწორი ფრაზა, მაგდენი არასწორად გამოცხადებული რეგიონის სახელი, მაგდენი არასწორად გამოცხადებული პროგნოზი არავის ქონია ისტორიაში, მაგრამ ჩემოთამია მინდა გითხრა ამ ყველაფერთან ერთად ის რომ ამდენი სიყვარულიც არავის არ მიუღია მხოლოდ ამის პროგნოზის საყვარის დროს. ანუ რა მინდა რომ თქვა მართლა ძალიან ბევრი შეცდომა მქონდა და პირველ ეთერზე ისევ ნერვიულობდი რომ ვერ ვხედავდი რაც ანუ სუფლიორი ხო მიდის და მიყვები ამ ტექსტს და მე ვერ ვხედავდი თვალებში მქონდა წერტილები გულისრევა მქონდა შეგრძნება მქონდა და ჩემთან ერთად ვიციდნენ ეთერში 4-ვე მართლა ჩუმად მეგონა ანდრო დაიწყე და მე აი ესე ვიდექი ჩუმად მაგრამ მე ყველაფერი კარგად წავიდა მე მოკლედ მივეჩვე ამ ეთერსაც და მე რეკავე ჩართოები და მართლა ბრიჯიტ ჯონსის დღიურები მქონდა ხოლმე ჩართოები იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვიძახდი ხოლმე რომ ერთი კვირა ნუ მინიმუმ თუ იმიტომ არ უყურებდა რომ ის ინფორმაცია გაეგოთ რაზეც ვსაუბრობდი იმიტომ მაინც უყურებდა რომ ეცინათ როგორც გადმოვეცი ეს მე ემიგრაცია ყოველთვის ერთნაირი არ არის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა მიზანი გაქვს რატომ მიდიხარ თუ შენი სურვილია გახდე ამერიკული ცხოვრების ნაწილი, ეს სავსებით შესაძლებელია. პირველად მქონდა შემთხვევა, როდესაც ჩემს რესპონდენტს უცხო ქაოსურ ხმაურიან ნიუ-იორკში, სადაც საკუთარი თავის დამკვიდრება მარტივი არ არის და სადაც ის მხოლოდ ცოტა ხნის წინ გადავიდა საცხოვრებლად, გზად ხშირად ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას ძალიან კარგად იცნობდნენ. ინტერვიუს დროს დამეუფლა შეგრძნება, რომ ქუჩებში, სადაც მოძრაობდით, ის თითქოს და საკუთარ სახლში იყო და დავინახე თუ როგორ ნელ-ნელა ხდება ანდრო ნიუ-იორკის და ნიუ-იორკელების ყოველდღიურობის ნაწილი. კარგი, ჩამოვედით ამერიკაში, ხო? შენი პირველი დღე. ჩემი პირველი 13 საათიანი ფრენა, რომლის შემდეგაც მე აღმოჩნდი მოკლედ ლოს-ანჯელესში. აი, სიმართლეს გეტყვი, ნიუ-იორკი არ იყო ჩემს გეგმებში. არც ერთი წამი. მხოლოდ ლოს-ანჯელესი იყო ჩემი ოცნებაც, გეგმაც და ნუ ეს ისევ გეგმის ნაწილია. მოკლედ ჩავედი ლოს-ანჯელესში, ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და როცა უკვე დავიწყე სწავლა, მივხვდი გავეცანი ამ ცხოვრებას და ამერიკულ ტემპს, მივხვდი რომ აი ზუსტად გადაყირავდა ბექა. როცა მივხვდი რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც აი მინდა რომ ვიცხოვრო, იმიტომ რომ მართლა მიყვარს აი პირველ დღეს მართლა წინას არ ვიცოდი ძალიან ჩამოვიდოდი მაგრამ აი ერთ დღეს ვიტყვი რომ ანუ თლად არ ვთქვა რომ მართლა აი რომ ჩამოვედი მივხვდი რომ გამიმართლა საოცრად კარგი მეგობრები შევიძინე აქ აი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანები ყველა ადამიანს ადამიანხმარა ის ჩემი ახალი მეგობრები ვინც გავიცანი და შევიძინე თუნდაც ლოს-ანჯელესში აღმოჩნდა ისეთ წვეულებებზე რომლებზეც აი არ ვიცი მართლა მოგვიყევი შენი პირველი სამსახური რა იყო აქ აი რა არის შენი ნიჭი სწორი კითხვის სწორ ადგილას დასმა ზუსტად ეხლა რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ ავიღოთ ყავა ამას ვაკეთებდი მე პირველი ჩემი სამსახური იყო მოკლედ კოფიშოპში მუშაობდი ბარისტად და ჩემი პირველი გამოცდილება იყო როგორც კოფიშოპში და ბარისტად და არ გამომივიდა მინდა გითხრა ვერ ვაკეთებდი მაგრამ სამაგიერად ცუთხავს აკეთებდი ძალიან მუსიკის გაკეთება მარტივი იყო მაგრამ აი ყავის გაკეთება ძალიან რთულია რა აი გააკეთე ძალიან რთულია გააკეთე აი არის თუ გამოგიცი ეგეთი რამე რომ ხა ჩემზე არიციან სხვათა შორის შენი პირველი სამსახური თქვი გეხოცა ეგ იყო გამარჯობა ყველაზე კარგი ხო მეც მაქვს ეგ ექსპერიენსი რომ ანუ ყავა უნდა გამეკეთებინა ოღონდ მე ერთი კვირა გამომაგდეს მე რა შენ გამომაგდეს მე გამომაგდეს
Just one, yeah, Yeah, little just one bit, pump. little bit. No, მე უნდა გადავიხადო. არა, რატომ უნდა გადაიხადო? აუ, მოიცადე, თან ჩემი TBC უნდა გაგაცნო. განაცან, TBC გვიხდის? მოდი აქ. მითხარ. მოიცა TBC უნდა გადავიხადო. მათ ჩვენი რაღაცა ლამაზი ბარათია ძალიან. დავაფარო ჩემს. ვაი. კამიტიშა. მოკლედ, ან დრო იცი რომ გზავნილის გაკეთება შეგიძლია TBC-ი რომ შენს თავს გაუგზავნო გზავნილი? ანუ მაგალითად საქართველოში გვაქვს რაღაცები გადასახადი. უნდა გადაიხადო კომუნალური, არანაბარზე გინდა თანხა რომ შეიტანო, ხო? ანუ აღარ გჭირდება რომ გაუგზავნო სხვა შენი ფული, შეგიძლია საკუთარ თავს გაუგზავნო TBC-ის მომხმარებელი თუ ხარ. ანუ მიღებში ჩაწერ შენ სახელს და გვარს და შენ ვერ შეძლებ რომ აკონტროლო შენი ფინანსები. ესე იგი შენ მეუბნები რომ მე მართლა არ ვიცი და შენგან გავიგე პირველად. ესე იგი შენ მეუბნები რომ მე შემიძლია ჩემი პირადი ანგარიში მქონდეს საქართველოში, რომელსაც აქედან გავუწევ პატრონებას. და ონლაინ შეგიძლია რომ გახსნა. დაგეხმარება TBC-ის წარმატება. ეხლა გავაკეთე. ეხლა TBC თუ ხიხდი არა მართლა აი მაგით TBC ხდის. მაშინ იყოს. მაშინ კი ბატონო. ხელიც მოვაწეროთ და TBC ამერიკაში ეს პირველი გადახდა TBC-ით ამერიკაში. ანდრო, რას აკეთებ შენ დღეს ამერიკაში? რა არის შენი სამსახური? დღეს აქ მაგალითად გავაკეთე კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ბიზნესის social media-ს, როგორც არის Instagram-ი, TikTok-ი, LinkedIn-ი, მოკლედ, სადაც არსებობს პლატფორმა, სადაც შეიძლება დავარქვათ social media და იქ არსებობს მარკეტინგი, ყველა ამ კომპანიას ეხმარება ჩემი კომპანია, რომ გახდეს უფრო წარმატებული. ეხლა ამ ეტაპზე გვყავს 5 კომპანია, უცხოური და ასევე ერთი ქართული კომპანია. სამუშაო გამოცდილება გაქვს საქართველოშიც და ამერიკაშიც ან უკვე სხვადასხვა კომპანიებთან. მუშაობის პროცესში რა განსხვავება არის? თუ დამიჯერებ, ქართული კომპანიები ბევრად უფრო მეტი მოთხოვნები აქვს და უფრო მეტად გთხოვენ რომ გააკეთო რაღაც, ვიდრე ამერიკული კომპანიები. ანუ ეს ამერიკული კომპანიები უფრო გენდობიან, უფრო რაღაც მოდუნებულები არიან რა და სხვაობას თუ მეკითხები, ცოტა გადაუხვია, სხვაობას თუ მეკითხები, უფრო მარტივია ამერიკულ კომპანიებთან მუშაობა, ვიდრე ქართულ კომპანიებთან მუშაობა. მეგობრები, ძალიან ბევრი ამერიკელი მეგობარი ყავს უკვე. კი, ბატონო. განსხვავება მაინტერესებს, რა განსხვავებაა ქართველ მეგობარსა და ამერიკელ მეგობარს შორის. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ანუ ამერიკელს წინასწარ უნდა შეუთანხმდე, რომ შეხვდე, წახვიდეთ სავახშმოდ და ასე შემდეგ. მოგვიყევი ამ განსხვავებას. საოცარი მეგობრები მყავს საქართველოში. მართლა არ ვიცი, აი ჩემს გამო და მე მათ გამო ყველაფერს გავაკეთებთ და ის კი არა რომ სიტყვის მოწოდან დავამტკით ეს ჩვენ რაღაც წლების ურთიერთობაში და მე ვარ ადამიანი რომელსაც მეგობრები არ ყავს, აი 1 წელია მეგობრობთ, არა, მე მყავს, მე ვარ ადამიანი რომელსაც მეგობრები ყავს 10 წელი რომ მეგობრები ყავს, 5 წელი, 4 წელი. ეგეთი მეგობრები მყავს რა, რომლებიც მართლა ჩემი ოჯახის წევრები არიან. და რომლებიც აი არსებობდა ერთი რაღაცა რომ იქ რო გადახვალ საცხოვრებლად მე გაწყვიტა ვიღაცებთან აი არავისთან არ გამესპატია და კიდე ორ მაგალითად არ გაფილტრა ემიგრაციამ შენი მეგობრების სია? არა, ის 5-6 ადამიანი ვინც იყო იმ სიაში, დანარჩენი ისედაც გაფილტრული იყო თავიდანვე, ანუ ისევ არიან ჩემს ცხოვრებაში, ყოველდღიურობა ვიცი მათ ჩემი იციან, აი სიმართლე რო გითხრა, ანუ ამერიკელი მეგობრები მყავს, რომლებთანაც მეგობრობ ისე როგორც ქართულ მეგობრებთან, ანუ არ უთანხმდები ერთი კვირით ადრე, აი ის რო ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ ჩემი მეგობრები და აი მართლა რო გადადიხარ ჭიქა ყავაზე ან ჭიქა ჩაიზე, ეგეთი ურთიერთობა გვაქვს და ყველაფერს უზიარებ, აი ძალიან ქართულად მეგობრობთ სიმართლე რომ. შენს ამერიკელ მეგობრებს როგორ აცნობ ქართულ კულტურას? უბრალოდ მიმყავს ქართულ რესტორანში და ვუმასპინძლდები ქართული კერძებით და ვფიქრობ, რომ ისე არაფერი გამოხატავს ქართულ ტრადიციას, როგორც ქართული საკვები. გინდა მარტივი გზა კიდევ გითხრა, როგორ შეიძლება შენს მეგობრებს რომ გააცნო ქართული კულტურა? მითხარე. ჩემი მეგობარი კომპანია არის კავეა პლუსი. გაქვს? კავეა. გაქვს აბონემენტი კავეასი? ხო კი თუ არა. რაც არის სინამდვილე. აი სიმართლე რომ გითხრა კავეას აბონემენტი არ მაქვს, მაგრამ მინდა ვთქვა რომ უამრავ გაიცემას უყურ. ერთწლიანი ულიმიტი აბონემენტი გაქვს კავეასი. მოკლედ, კავეა ემსახურება საქმეს, რომ ემიგრანტებს მუდმივად ქონდეთ ქართულ კულტურასთან შეხება და აი რომ მოენატრებათ ქართული, შევიდნენ და ყველაფერს უყურან, ქართულ ფილმებს, პოდკასტებს და
ეს ინტერვიუ სხვათა შორის შეგიძლია რომ კავიაზე ნახო და შენს ამერიკელ მეგობრებს ჩაურთო ქართული ფილმები და შენ გადავუხო. რა მაინტერესებს ის შეუძლიათ რომ ჩება ამერიკელმა მეგობრებმა ჩვენ ინტერვიუს უყურონ და სუბტიტრები იყოს ინგლისური თუ ეგეთი რაღაც. კავია, შეიძლება ეს? მიხარია რომ თამია დაემატა. კი. კავიას, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი კოლაბორაციაა მეგობრებო. დამეგობრდი. მართლა, და ემიგრაციის ხმა კავიაზეც იქნება. შენი ცხოვრება რომ ფილმი იყოს. რა ჟანრის იქნებოდა ერთი და რას დაარქმევდი? ტრაგიკომედია აუცილებლად, ანუ აუცილებლად ტრაგიკომედია იქნებოდა და დავარქმევდი Never forgot your childhood dreams. ოკეი. არასდროს დაივიწყოთ ბავშვობის ოცნებები, დავარქმევდი ფილმს. თავს ემიგრანტად თვლი? რა უნდა თქვა? ემიგრანტად არ ვიცი. ეხლა მაქსი 6 სიტყვა ქვია, თუ რა უნდა? თვლი თუ არ? მოიცადე თავი დამკი. არა, ეს მომეწონა. რა, ეგ რა უნდა თქვა არ ჩა. არა, ჩავსვი. არა, მე თავს თვლი ადამიანად, რომელიც ჩაება ჩელენჯში, არ ვუყურებ დრამატულად რამეს, არც ვუყურებ ძალიან პოზიტიურად, უბრალოდ ვუყურებ იმას, რომ მე მინდოდა და ეს გავაკეთე და ხო ისაუცრება რაღაც კუთხეებში ეს ამართლებს. აი, სულ ეს არის ჩემი. ხო, მაგრამ კითხვა არის ისეთი პირდაპირ. თვლი თუ არა თავს ემიგრანტად? კი ან არა? ანუ კი ან არა უნდა ვთქვა. ხო. კითხვა რომელმაც გააფიქრა, პირველი კითხვა რომელზეც ვერ მიპასუხა. კაი, ცხოვრება სხვა ქვეყანაში ზოგადად ქვია ემიგრაცია, ხო? კი. ზოგადად. ანუ თუ ამ შეფასებით წავალთ, ხო, ყველა ემიგრანტია, ვინც ცხოვრობს სხვა ქვეყნიდან ჩამოსული. მაგრამ ხო, თვლი რატო არა? ეგრე გამოდის, ხო, რომ გადავედი სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ეს არის ემიგრაცია. Yes, why not? ხო, რატო არა? პასუხი არის. ხო, ანუ უბრალოდ რა არის, აი. გადავედით ჩვენი ინტერვიუს ბოლო ნაწილზე. ახლა გეტყვი წინადადებას და დაასრულე. სამშობლო შენთვის. სამშობლო ჩემთვის, სამშობლო. ოკეი. მართლა იმ სამშობლო ჩემთვის არის სამშობლო. და ასევე სამშობლო ჩემთვის ყველა მოგონება. სად არის შენი სახლი? ჩემი სახლი, ვფიქრობ რომ მე ძიების პროცესში ვარ კიდევ, მაგრამ აუცილებლად ერთი ნიუ-იორკში, LA-ში და საქართველოში არის. სამი სახლი მაქვს. ჩემი გადაცემის მთავარი წარმომდგენი არის მეგობრებო თბილისის აკრები. ეს არის პირველი თვითმყოფადი უბანი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. როგორიცაა mini mall, ანუ retail plaza, skate park, აუზი, სპორტული მოედანი, პადელის კორტი, პარკი, იოგას სივრცე, რესტორნები, ბარები, საბავშვო გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე და სალაშქრო ზონები. თბილისის აკრებში ყველაფერი, რაც საჭიროა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, ფეხით სავალ მანძილზე გვაქვს. თბილისის აკრები მდებარეობს ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ადგილას, ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტრობისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე. თბილისის აკრები ეს არის ახალი უბანი თბილისში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა ქალაქში. ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ შენდება ხოლმე ახალი პროექტები და ვიცი კომპანია, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და მართლა საოცარ პროექტებს ასრულებენ ისინი მართლა. კი და ახალი უბანი არის, ანუ იქ რომ შეხვალ აღარ გჭირდება რომ გამოხვიდე თუნდაც სავაჭრო ცენტრში. გჭირდება ადამიანს რა. აი მით უმეტეს ოჯახური გარემოსთვის, ხო, როცა ბავშვები ყავს, ბაღი, ყველაფერი ერთ სივრცეში რომ გაქვს. საოცრება მართლა. ბრავო. ანდრო, სად ხედავ საკუთარ თავს წლების შემდეგ? საკუთარ თავს ხედავ რამოდენიმე წელიწადში და I wish რომ ეგრე მოხდება. ასევე მინდა რომ შენ გადაცემით ვისარგებლო და ვთქვა რომ სულ ცოტა ხანში ვაპირებ და უკვე პროცესშია და დავიწყე YouTube-ი. ეს არ იქნება რაღაცა ყოველდღიური, რაღაცა ჩვეულებრივი რაღაცა ისტორიები, ეს იქნება იმ გზაზე დაფუძნებული YouTube-ი, როგორ მივედი იქამდე, სადაც დავინახე ჩემი თავი რამდენიმე წელიწადში. რას ეთქვათ იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმის? იცოდეთ რომ ყველაზე სასიამოვნო აი ეგ ნაბიჯებია, რომელიცაც გეშინიათ, იმიტომ რომ რო გადადგავთ მიხვდებით რომ ყველაზე სასიამოვნოა მაგ ნაბიჯში ყოფნა. არ მე ესე მგონია. ეგ არის. ჩვენ დავამთავრეთ და გამოგვივიდა ჩააკრე. მადლობა. მადლობა შენ პირიქით რომ დაინტერესდი ჩემთან ინტერვიუთი და თუ ვინმეს ვახსოვარ კიდე, არ ვიცი. იმედი მაქვს, მაგრამ
მინდა გისურვო შენ ბევრი წარმატება და როგორც დავიწყე დავასრულებ ისე რომ მე ყოველთვის მოგშენი ყველა განცემა მოგ თანახი მე მგონი გისურვებ უამრავ წარმატებას, კიდევ უფრო მეტ რეიტინგს და მით უმეტეს უკვე ძალიან კოლაბორაცია გაქვს და ახალი სეზონი მინდა რომ შენთვის იყოს ყველაფერი ახლის და საუკეთესოს მომტანი. ეს ხალხი არ გვაცდის რომ ბოლომდე დავამთავროთ და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. მოდი უნდა ჩაგეხუტავ. მადლობა შენ, მადლობა და კიდევ მე ხა ბლიც დაგიტოვებ. ნახოთ რას ვიზავ ბლიც. ბლიც დავუტოვებ და დავტოვებ მარტო. დროა გავერთოთ. გულწრფელად ჩქარა და გავერთეთ. მოკლედ დადგა ბლიცის დრო მე მგონი დავიწყოთ. რადევს შენს მანქანაში. ამ შემთხვევაში რადევს შენს ჯიბეში. AirPod, ყველაფერი უნდა ამოვიღო? კაი, AirPod. სანტებელა. პასპორტი. მეორე სანტებელა. მეტროს ერთჯერადი ვარ, იმიტომ რომ მეტროს არ ვიყენებ ხშირად, ამიტომ მაგას ვიღებ. კონსილერი. ოკეი, შემდეგი. საქართველო თუ ამერიკა? აი, როგორ უნდა თქვა, არ ვიცი. საქართველოც და ამერიკაც და რატო გეტყვით? საქართველო როგორც ჩემი ბავშვობა, ზრდასრულობა და ასე შემდეგ და ამერიკა როგორც ჩემი გეგმების ყველაზე კარგი ადგილი საჭიროა რომ განვახორციელო ის გეგმები. შემდეგი, გამარჯობათ. მუშაობა საქართველოში შენი პროფესიით თუ ამერიკაში კოფიშოპში? მუშაობა საქართველოში ჩემი პროფესიით. დილის ადამიანი ხარ თუ ღამის? თუ ლაპარაკი გვაქვს ჭამაზე, ვარ დილის ადამიანი, ბრექფესტის ადამიანი ვარ და თუ ლაპარაკი გვაქვს ჰენგაუტზე, გარდაცვალზე ღამის ადამიანი ვარ. შემდეგ ამერიკის მოქალაქეობა თუ საქართველოს მოქალაქეობა? ამერიკის, იმიტომ რომ ორივე განჭრის. რა თქმა უნდა. ხინკალი თუ ამერიკული ყავა დილი? ხინკალი თან აი 99 ხინკალი. ეგრე მიყვარს ხინკალი, ვაფშე. აი თაღლაურა ადამიანი ვარ. კარგი, ნიუ-იორკი შენთვის. ნიუ-იორკი ჩემთვის არის უსასრულო სეირნობა მართლა. აი ეს არის ქალაქი, სადაც ყველაზე კარგად ვსეირნობ, არ ვიცი, აი მე მირასაყვარელი. ყველაზე კარგად ვსეირნობ მართლა, ეს ქალაქი ჩემს აი სეირნობა. და ბოლო კითხვა. ქართველი მეგობრები თუ ამერიკელი მეგობრები? ქართველი მეგობრები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რომ ჩემი ქართველი არაჩვეულებრივი მეგობრები. მადლობა მეგობრებო, ინტერვიუ დასრულებულია. ანდრო არის მაგალითი იმის, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება წარიმართოს ემიგრაციის გზა. როდესაც ამ ნაბიჯს დგამო მნიშვნელოვანია, რა მიზანი გაქვს. ზოგისთვის ემიგრაცია სწრაფი ფინანსური სტაბილურობის მიღწევის საშუალებაა, რათა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდეს. ზოგისთვის კი ეს არის გზა, რომ გახდეს ახალი ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკული ცხოვრების ნაწილი. თუ ადამიანი მეორე გზას ირჩევს, მას აქვს შესაძლებლობა არამხოლოდ იცხოვროს, არამედ რეალურად შეითავსოს ადგილობრივი კულტურა და ყოველდღიურობა, ისე როგორც ამას ადგილობრივები აკეთებენ. დროთა განმავლობაში კი თავად ადგილობრივებიც იღებენ როგორც თავის ზიანს და შენც ბუნებრივად ერწყმი იმ გარემოს, რომელიც თავიდან სრულიად უცხო იყო.